დღეს 8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. მისი მიზანი ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების წარმოჩენა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნეს. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჯონ ბარგერმა. ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. 8000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და ჩვენი ქვეყნის კულტურა. ღვინო ჩვენი ტრადიციებისა და სტუმართმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია. ვაზი იმთავითვე ექცა ეროვნულ ღირებულებად, რაც ათასეულების განმავლობაში ჩვენს იდენტობას განსაზღვრავდა. 2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია. ქორის ღვინის აყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კი 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობის დასტურია. 525-ზე მეტი ენდემური ჯიში ის სიმდიდრეა, რომელთაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. ჩვენ მეღვინეობა დღეს ძლავრი და თანამედროვე ინდუსტრია. ბოლო ათწლეულში ჩვენი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად საექსპორტო გეოგრაფია გაორმაგდა და დღეს ქართული ღვინო უკვე 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. მასშტაბები შთამბეჭდავია. 2025 წელს ექსპორტირებულია 90 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რომლის ღირებულებამ $268 მილიონ მიაღწია და ეს დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება. სახელმწიფო პოლიტიკა მნიშვნელოვანად განაპირობა ისიც, რომ წარმოებლების რაოდენობა თითქმის 30-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ახალი თაობა ერთვება. დღეს საქართველოში 3000-მდე რეგისტრირებული მარანი და კომპანია, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საოჯახო მარნების ნაწილში, რომლებმაც სახელმწიფო მხარდაჭერისა და ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად პროდუქციის ექსპორტზე გადანა შეძლეს. სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000 წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აღწევს. ჯერ რომ ჩვენი სახელმწიფოს მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი. გილოცავთ ღვინის ეროვნულ დღეს და ყველას წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს ქვეყანაში ვაზის სიყვარულს და ღვინის პატივისცემას ყველგან ნახავთ. ყველა ქართველის სიტყვაში, ქმედებაში, სამუშაოსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ალბათ ამ ხასიათის დამსახურებით მოვიდა ვაზის მოშენებისა და ქვევრის ღვინის დაყენების 8000 წლიანი ტრადიცია უწყვეტად დღემდე და დღესაც ცოცხალი და განვითარებადია. ქვევში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა როგორც მსოფლიოს საგანძური. თითოეულ ჩვენგანისთვის ქართული ღვინო არის ეროვნული იდენტობა, ჩვენი ისტორიული მეხსიერება, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აერთიანებს. ამიტომაც ჩვენ თავისუფლად ვამბობთ, რომ ღვინო ქართველია. დღეს, როცა პირველად აღვნიშნავთ ღვინის ეროვნულ დღეს, ამით გვინდოდა გამოგვეხატა, რომ საქართველო აცნობიერებს საკუთარი ღვინის კულტურის უნიკალურობას, მიზანმიმართულად მუშაობს მის განვითარებასა და საერთაშორისო პოზიციონირებაზე. განსაკუთრებით ზრუნავთ ვაზის ჯიშების შესწავლასა და აღდგენაზე. ამ ეროვნულ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მისი მხარდაჭერით დღეს სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებს კვლევითი ცენტრი, რომელიც ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენაზე მუშაობს. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინას მისი წვლილისთვის ქართული მეღვინეობა მევენახეობის განვითარების საქმეში. დღევანდელ კონფერენციაზე ქართულ მეცნიერებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, აზიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ღვინის საუკეთესო მეცნიერები, მაგისტრები და ღვინის სფეროს ის გამორჩეული წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის განვითარებას განსაზღვრავენ. ასია ღვინო გვაერთიანებს და ქმნის საუკეთესო პლატფორმას ცოდნის გაზიარების, გამოცდილების, გასაზიარებლად. სწორედ ასეთი თანამშრომლობა არის საფუძველი, რომ ჩვენი ღვინო კიდევ
უფრო დამკვიდრდეს მსოფლიო ბაზრებზე, როგორც მაღალი ხარისხის, გამორჩეული და კონკურენტუნარიანი ქართული ღვინო. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში დაცულია ვაზის ასეულობით ადგილობრივი ჯიში, რაც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შექმნათ განსხვავებული სტილისა და ხასიათის ღვინო.